არა, როგორც ჩანს, მარგო რაღაცაზე სერიოზულად არის ნაწყემი. სასწრაფოდ გჭირდება დამხმარე ძალა. ჰეი, უენსდეი, ცეკვის დრო არ არის. მარგო უნდა გადავარჩინოთ. მიდი, დასაკარგი წამიც არ გვაქვს. ვაუ, როგორც ჩანს, დაიკოც აქ არის. დაიკომ ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება მარგოს. იჩქარე. აქ კი ბებია. აი, ვინმემ ზუსტად იცის, როგორ ასიამოვნოს თავის შვილიშვილს. დიახ, ყველა გმირი აქ არის. რა მოხდა? მარგო მშიერია? არა უშავს, ჩვენი ახალი გამოწვევა იწყება. როგორც ჩანს, ბებია და დაიკო შესანიშნავად ერთობიან. კარგი, საკმარისია ყურადღების გაფანტვა. დროა გავიგოთ, რას მოვამზადებთ. ბურგერი? ვაუ! აბა, მზად ხართ ახალი გამოწვევისთვის? წავედით. ასე რომ, ბებია იწყებს ბურგერის ფუნთუშებით. დიახ, გახუხული ფუნთუშები ბევრად უკეთესია. ახლა ფარში გჭირდება. ბებია იღებს ფარშის გუნდებს, დებს ტაფაზე, ასე აწვება ნიჩბით. კოტლეტი მზად არის. ახლა გემრიელი ყველის ნაჭერი და რა თქმა უნდა, რა ბურგერი იქნება პომიდრის გარეშე. ზემოდან ხახვი და ფუნთუშაა. ვაუ, ბებიამ ასე სწრაფად გაართვა თავი დავალებას. ყოჩაღ ბებია, ახლა დაიკოს ჯერია. როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ფუნთუშები არ გამოდგება. რა? დონატი, რა გემრიელია. დაიკო დონატს ორ ნაწილად ჭრის. ახლა შოკოლადები, რა ტკბილია. მაგრამ დაიკოს კიდევ რაღაც აქვს. ეს არის მჟავე ჟელე. ისეთი გემრიელია, მაგრამ ძალიან მჟავე. ახლა დავამატოთ მარშმელოუ, ცოტა მარმელადი და კენკრის სიროფი. რატომაც არა. ახლა ვაფარებთ ჩვენ საოცარ ბურგერს. რა სილამაზია, როგორც ჩანს, ბებიამ დააფასა თავისი შვილიშვილის ნამუშევარი, მაგრამ უენსდეის გაკვირვება ასე ადვილი არ არის. ასე რომ, ვიწყებთ როგორც ყოველთვის ფუნთუშებით, რა თქმა უნდა შავებით. კოტლეტს ასე ვწვავთ. რას აკეთებს უენსდეი ყველის ნაჭრით? ვაუ, რა მაგარია ეს ყველი ახლა. კიტრის ნაჭერი. ვაუ, ამ ბურგერს თითქოს პირი აქვს ენით, მაგრამ რაღაც აკლია. კარგია, რომ უენსდეის გვერდით ყოველთვის არის ხელი, რომელიც ნებისმიერ პრობლემაში დაეხმარება. მარმელადის თვალები. როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც უენსდეის სჭირდება. ჰეი, ფრთხილად ბებია, ხელი სრულიად უვნებელია. ახლა დავამატოთ თვალები ბურგერს. ვაუ, უბრალოდ შეხედეთ ამ მონსტრს, ისეთი საშინელია, მაგრამ მაინც ძალიან მადისაღმძვრელი. მაგრამ რომელი ბურგერი იქნება ყველაზე გემრიელი? ახლა გავიგებთ. მარგო, შენი ჯერია. როგორ მშია? ეს ბურგერი უჩვეულოდ გამოიყურება. მოდი ვცადოთ. გემრიელია, მომწონს. აბა, რა არის ჩვენთვის შემდეგი? მოდი, პირველი ლუკმა ჩავკბიჩოთ. ეს ხახვია, რა საშინელებაა. ეს ბურგერი არ არის ის, რაც გჭირდება. ასე რომ, რა გვაქვს აქ? ეს ჩემი საყვარელი ტკბილეულია. მარმელადის წახემსება დონატთან ერთად. ეს ჩემს გემოვნებაშია. აბა, დროა ავირჩიოთ გამარჯვებული. და ეს არის ეს ბურგერი. დიახ, ეს არის ჩვენი გამარჯვებული. ვაუ, ვულოცა უენსდეის. მეჩვენება თუ ის მართლა იღიმება. უენსდეი იღიმება? ვაუ! უი, როგორც ჩანს, ვიღაცას შერცხვა. როგორც ჩანს, დაიკომდა ხელმა საერთო ენა გამონახეს. ხელისთვის სახლში წასვლის დროა. ჩვენი გმირებისთვის კი ახალი კერძის მომზადების დროა. ცხელი შოკოლადი. ვის არ უყვარს ეს გემრიელი სასმელი? იმედია ყველა მზად არის. წავედით. ბებია ისევ იწყებს მომზადებას. ის ასხამს რძეს ქვაფში. ახლა კაკაოს ფხვნილი. არ დაგავიწყდეთ მორევა. დიახ, შოკოლადის ფილა გემოს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის. რა ტკბილია. ბებია ცხელ შოკოლადს თავის საფირმო ჭიქაში ასხამს. ყოჩაღ ბებია. ახლა დაიკოს ჯერია. ჰეი, ფრთხილად. ასე მთელი შოკოლადის ჭამა არ შეიძლება. ბებია მართალია. შაქარი სულ ცოტა უნდა დაემატოს. აი ასე. რას აპირებს?
ჰო, უბრალოდ შეხედეთ ამ ტკბილის მოყვარულს. ბებია არ იწონებს შაქრის ამ რაოდენობას. კარგი, რძის დამატების დროა. ფრთხილად იყავი. უი. ჰო, დაიკოს აშკარად მეტი ყურადღება სჭირდება. ასე რომ შეგიძლიათ დაამატოთ ყველა ინგრედიენტი. ახლა ცოტა საღებავი. ვაუ, შეხედეთ ამ სილამაზეს. ეს კრემი ისეთი კაშკაშაა. ახლა ცოტა მოსაყრელი. აი, ეს არის მორთვა. დაიკომ ყველაფერი გააკეთა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ბოლო შტრიხი არის ათქვეფილი ნაღები და ცოტა მარშმელოუ. შეხედეთ ამ სიტყვას. ჰო, დაიკომ ყველაფერი გააკეთა. იდეალურია. აბა, შენი ჯერია Wednesday. აქ შესაფერი სიჭიქაა საჭირო. ხელი შენი დახმარების გარეშე აქ ვერაფერს გავხდებით. რა საშინელებაა. ბებია ჯობია ნერვებს გაუფრთხილდე. Wednesday ასხამს შოკოლადს და ცოტა ათქვეფილ ნაღებს. კენკრის სიროფი. შესანიშნავია. და ცოტა ჰარიბოს მარმელადები. ოჰო, შეხედეთ ამ უნიკალურ მორთვას. ცხელი შოკოლადი მზად არის. რატომ? ეს გიჟურია. ეს გემრიელია. მომწონს. და გადავდივართ შემდეგზე. ეს არის ცხელი შოკოლადი ბებიისგან. შესანიშნავია. ეს რა არის? უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მოდი ვცადოთ. არა უშავს. და გამარჯვებული არის? დიახ, დაიკო, ეს რაუნდი შენია. როგორც ჩანს, ჩვენი გმირები მზად არიან ახალი გამოწვევისთვის. რაელის მათ ამჯერად. ვაუ, ეს კარტოფილი ფრია. ამ კერძის მომზადებისა და მირთმევის მრავალი გზა არსებობს. ახლა გავიგებთ, რომელ გზას აირჩევენ ჩვენი გმირები. რა თქმა უნდა, კარტოფილი ჯერ უნდა გაიფრთხნას. რა ხდება? ვაუ, დაიკომ კარტოფილის გაფრთხნის ძალიან უჩვეულო გზა აირჩია. ბებია უკმაყოფილოა, მაგრამ როგორ შეიძლება გაუბრაზდეს თავის საყვარელ შვილიშვილს? ახლა კარტოფილი უნდა აიღოთ. სულ ეს არის. დაიკო კარტოფილს სპეციალური დანით ჭრის. შეხედეთ ამ სილამაზეს. დროა დავამატოთ ცოტა ფერი. ვაუ, ეს ისეთი კაშკაშაა. დაამატეთ ზეთი. და შეგვიძლია ჩვენი კაშკაშა კარტოფილი ტაფაზე დავაწყოთ. შესანიშნავია. ცხელ ზეთთან ყოველთვის განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. ჰეი, ფრთხილად. ჩვენს ფერად კარტოფილს ლამაზად ვაწყობ თეფშზე. დაიკომ ასეთი კაშკაშა კარტოფილი ფრი მიიღო. ბებია კერძის უფრო კლასიკურ ვერსიას ამჯობინებს და ხანდახან კლასიკური ვერსია საუკეთესოა, არა? ოჰო, კარტოფილი ფრი და კეტჩუპი. ეს გემო ყველასთვის ნაცნობია ბავშვობიდან. რა შეიძლება იყოს უკეთესი? ოჩახ ბებია. აბა, რით გაგვაკვირვებს ამჯერად Wednesday? Wednesday-ის კარტოფილი უკვე მოხარშულია. ჩვეულებრივ მორთვას გავს. მაგრამ მოიცა, ეს რა არის? არა, როგორც ჩანს, Wednesday-ის მხარეები აერია. ბებია ჯობია თვალებზე ხელი აიფარო, ეს არ არის სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სანახაობა. ასე რომ, სად ვიყავით? ოჰო, კარტოფილი ფრი. Wednesday კარტოფილს შავად ღებავს. ვაუ, რა ლამაზია. როგორც ჩანს, დაიკომაც დააფასა Wednesday-ის კერძი. შეხედეთ მის რეაქციას. აბა, ვნახოთ, რას ფიქრობს მარგო. აბა, აქ რა გვაქვს? ვაუ, ეს კარტოფილი ცოტა დამწვარია. არა, ცუდი გემო არ აქვს. კეტჩუპთან ერთად კი. უბრალოდ სუპერია. მგონი თავს არ შევიკავებ და ყველაფერს ბოლო ნამცეცამდე შევჭამ. გემრიელია. შემდეგზე გადავიდეთ. აბა, არაა ცუდი. ვნახოთ. მაგრამ ასე უფრო გემრიელი იქნება. აბა, ნახვამდის კარტოფილებო, მე თქვენ შეგჭამთ. მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ წინ კიდევ მესამე კერძია.
რა ლამაზი კერძია. ჰო, ძალიან გემრიელია. უკვე ვგრძნობ. ძალიან კარგია. ბოლო ლუკმამდე. უი? ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარ. აბა ბავშვებო, მზად ხართ შემდეგი გამოწვევისთვის? მოდით ვნახოთ. ბლინები. რა გემრიელია. იმედია ჩვენმა გმირებმა იციან ამ შესანიშნავი კერძის მომზადება. უამრავი გზა არსებობს. აბა წავედით. ბებია როგორც ყოველთვის პირველი იწყებს მომზადებას. ფრთხილად დაასხით ბლინის ცომი ტაფაზე. შესანიშნავია, ხედავთ ქერქს, შეგიძლიათ გადააბრუნოთ. ეს ბლინი უბრალოდ იდეალურია. აი რას ნიშნავს მრავალწლიანი გამოცდილება. Wednesday, რა გჭირს? როგორც ჩანს, ხელის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდები. შავი საღებავი? რა თქმა უნდა, ვისეპარებოდა ეჭვი. ეს ხომ Wednesday-ია. შეხედეთ ამ ფერს. ჰეი, როგორც ჩანს, ცოტა გაერთო. კარგი, მოდით დაუბრუნდეთ ჩვენს ბლინებს. ვაუ, ეს მართლაც ლამაზია. შავი საჭმელი ყოველთვის ძალიან სტილურად გამოიყურება. თქვენი საყვარელი ფერი რომელია? დატოვეთ თქვენი ვარიანტები კომენტარებში და შესაძლოა შემდეგ ვიდეოში სწორედ ეს გავაკეთოთ. ამასობაში როგორც ჩანს დას რაღაც საინტერესო აქვს ჩაფიქრებული. ვაუ, ეს უკვე ბლინი კი არა, ხელოვნების ნიმუშია. რატომღაც ეს ფერი არანაირად არ უნდა რომ გადმოვიდეს. What's the matter with you? პირდაპირ თვალში მოხვდა. იმედია ჩვენს დასთან ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია სირთულეების მიუხედავად არ დანებდე არა, გამოგვდის. ვაუ, ეს ხომ ერთქა? უბრალოდ შეხედეთ ამ სილამაზეს. ასეთ მომენტებში ბებია ძალიან ამაყობს თავისი შვილიშვილით. ბებიაზე რა სიტყვით? როგორც ჩანს, ძველი კარგი რეცეპტი გველოდება. ბლინები კარაქით და ნეკერჩხლის სიროფით. ამის დანახვაზე ნერწყვი მაშინვე მოგადგება. მგონი Wednesday-ის ბლინებიც დიდია. უჩვეულოდ გამოიყურება. Wednesday თავის საყვარელ კენკრის სიროფს ამატებს. და? ვაუ, ეს ობობებია? დამშვიდდი ბებია, ეს ობობები შოკოლადისგანაა დამზადებული. აბა მარგო, დროა დავაგემოვნოთ ჩვენი მონაწილეების კერძები. უი, ეს რა არის? საშინლად გამოიყურება. მოდი ბლინი ვცადოთ. არაა ცუდი. შემდეგი რა გვაქვს? ვაუ, რა გემრიელია. გემო კი უბრალოდ სუპერია. ეს რა სილამაზეა. ერთხა. რა ტკბილია და რა გემრიელი. კარგი, მგონი გამარჯვებული გამოვავლინე. Awesome! ისიც. გილოცავ, დაიკო, შენ იმსახურებ გამარჯვებას.